მე ვარ გუგა ძინცაძე 6 წლის. ვსწავლობ 26-ზე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი, ხატვა, სიმღერა. აქედან ყველაზე მეტად მეყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე, როცა ვიყავი 1 წლის. პირველად ვისწავლე ბალახები და სახლის ხატვა. ახლა ვხატავ ხეებს და ტოტებს. ჩემი საყვარელი ფერი არის შავი. არ მიყვარს ლურჯი ფერი. ჩემთვის კომფორტულია ფანქრებით ხატვა. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს. სახლში მაქვს 2 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ ჩემს ოთახში გამოვიფინო. გაყიდვას არ ვაპირებ, მაგრამ ასლარად გავყიდი. მე ერთხელ მქონდა 200 ლარი და გაბიგე. საიდან მქონდა და ბაბუამ და მამიდან მომცა. ამ ფულით სკოლისთვის ვიყიდე ნივთები. მე რო გავიზრდები, ხელფასი მიქნება 18,000 ლარი. ბევრი ფული რომ მაქნება, ვიმოგზაურებ ყველგან. პირველ რიგში წავალ სამოგზაუროდ ჩინეთში. მე უკვე ვიყავი ანტალიაში და ძალიან მომეწონა. რა მომეწონა და მე მომეწონა აკვაპარკი. იქ ასეთი აკვაპარკი იყო და იქ წყალი გროვდებოდა ჯამში და განმოგექცეოდა, რომ აივსებოდა. კიდევ მომეწონა სასრიალოები. ძალიან მომწონს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია დათუნა ფუტკარაძე. ყველაზე მშვიდია ნია დავითაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ცოტნა კოჩანიძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. შეყვარებული ახლა არ მყავს, მაგრამ ადრე მყავდა. იმ გოგოს იმედად დავშორდი, რომ სხვა შეუყვარდა. ახალი შეყვარებული მეყოლებო 1 წელში. წელს რომ მოვიყავ ვიქნები 33 წლის. მეყოლება 2 შვილი, ბიჭი და გოგო. რას დავარქმევნა ლუკას და ნიცას. ჩემ წელს დავარქმევ ლელას. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია დონარი კაკაბაძე. ის არის საყვარელი მეხუთევა და ცოტა ყვირილი იცის. როდის ყვირის და ბავშვები რომ ყვირიან და ლაპარაკობენ. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მხატვარი და ფეხბურთელი. ფეხბურთზე არ დავდივარ, მაგრამ ძალიან მიყვარს. სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. მე ვარ ძალიან კარგი მეკარე. ეს მივხვდი, როცა ვიყავი 5 წლის. ყველაზე კარგად ვიღებ პენდლებს. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია გიორგი მომარდაშვილი. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. ნაკრებში მინდა ვითამაშო 33 ნომრით. სახლში ვცხოვრობთ მე, ბაბუა, ბებია, დედიკო და მამიკო. მინდა მყავდეს 2 ძმა. მამიკო არის სიმპათიური, მეზღვაური და მზრუნველი. დედიკო არის ლამაზი, თბილი და მზრუნველი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ძალიან მეყვარს დედიკოს გაკეთებული სუპი. ისე ჩემი საყვარელი საწმელია ხარჯუ. ჩემი ცოლი ყველაზე მირიალად შეწვავს მწვადს. ძალიან მიყვარს კითხვა, ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. ასოები ვისწავლე ძალიან ადვილად. ყველაზე მეტად მომწონს ასოკერა არ მომწონს იმიტომ რომ სუქანია. ძადას რომ ეჯახი რომ მქონდეს, გავაჩენდი iPhone Pro Max 11. მე ასევე მიყვარს სიმღერა, სტუდიაში დავდივდი. მე იმიტომ გამოვედი, რომ გავეზარდე. სტუდიაში დარჩენ ბავშვები. ჩემი ბავშვობა დამთავრდა 5 წლის ასაკში. გული არ დამწყდა, მაგრამ ბაღში მინდა რომ ვიყო. ბაღი იმიტომ მომწონს, რომ ჩემი ძმები იონე და დემე თამაშობდით სახლობანეს. უფრო სწორად ჩემი ძმაკაცები.
ჩემი საყვარელი სიმღერა ურსას სიმღერა თუ გიყვარს ქალავდნენ შენ ხარ პატარა ნუ გათხოვლები უშინალთა ჯერ გაიზარდე გონს მოდი ქალავ მერე წაგიყვან შინათა ქალავ გუსუნწვა მე ჩავალ ნუ გავხდი ნუ შენი ხორდი ხულადა მინდა მყონდეს კონცერტი და ვიმღერო დიდ სცენაზე. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია შავ-თეთრი ლეკვი. ბედნიერება არის პატარა ლეკვი და დიდი ოსთან ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.